სახელით და მამისა და დასულისა წმინდისათა. ჩვენთან არს ღმერთი. გაიხარეთ ღმერთმა დაგლოცოთ, ილოცავთ. ძალიან დიდ დღესასწაულს, მშობლას, წმინდისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველის, წინამორბედისა, ნათლისმცემელისა იოანესი. ის განსაკუთრებული მფარველია ღვთისმშობელთან ერთად. ბერმუნაზნობის და ასევე ბავშვების. და დღესაც თავის მათი გამოავლინა ნახეთ რომ ორი ჩვილი და ერთის პატარა ეზიარენ ქრისტეს ნათელს. შეიმოსეს ქრისტეს ნათელი, გახდნენ დიდი ქრისტიანები და ულოცავ მოსეს, ანას და ელისაბედს და თქვენ ყველას მის გაიხარეთ ამანდით. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დაგაფაროთ, ღმერთმა სულისმელის მართ აგავსოთ. მამამ მილაპარაკა დღესასწაულზე, მის არსზე. და რაღაც დამატებებს გავაკეთებ. როდესაც სწორად აღნიშნა მამა ზოსიმენ რომ თვითუფალმა ბრძანა რომ დედათაგან ნაშოვი იოანე ნათლისმცემელზე დიდი არავინ არ ყოფილა. და შეხედეთ იქვე რას ამატებდა უფალი და ეს ყველა უნდა გავაცნობიეროთ. მაგრამ ყველაზე მცირეო სასუფეველშიო მასზე დიდია. ანუ რას ნიშნავს ეს, ხო? ადამიანი, როცა დედამიწაზე ხარ, ჩვენ შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ რა დიდია და რა კარგია, რას არ აკეთებს, აი როგორ არის. მაგრამ სანამ იქ არ მიხვდა უფალი თავისთან არ მიგიღებს, არავინ არ ახარ იმათთან შედარებით რა. აქ შეიძლება ყველას დიდი იყო, მაგრამ იქ ცირეც ვერ გახდა და ამიტომ უნდა ეს გავაცნობიეროთ თითოეულმა ჩვენთაგანმა და სწორად უნდა გავიგოთ ყველაფერი. ის იყო წინამორბედი მაცხოვრისა და მართლაც აი მაცხოვარი სანამ მოევლინებოდა ამას უნდა გაემზადებინა გზანი, ხო? გასჭირდებოდა მაცხოვარს ამის ზიანა, მაგრამ რადგან ნათქვამი იყო ყველაფერი აღესრულა, რაც წინასწარმეტყველებში იყო, არაფერი არ გამოუტოვებიათ და არაფერი არ ჩაუნაცვლებიათ და ძველი აღთქმის ჯული შეიცვალა ახალი აღთქმის ჯულით. ასევე სულიწმიდით ჩასახული მხოლოდ მაცხოვარია. რადგან აი დავიმახსოვროთ, სწორად ვიცოდეთ და მადლობა ღმერთს. აი რა დაემართა ზაქარიას. აი რას გვეუბნება სახარება, რას გვეუბნება მამამას რა გვითხრა, როცა გაბრიელ თავარანგენოზე ელაპარაკება და ახარებს, ხო? ის უყურებს თავის წლოვანებას, თავის ცოლის წლოვანებას და შენ კი მეუბნებიო ასე ნიშნავს რა, ხალხურ ენაზე რო გადავთარგმნოთ და აბა როგორ უნდა მეყოლოს შვილიო, მეც ამ ასაკში ვარო და ისაც უკვე ისეთ ასაკშია არ შეუძლება რა. ერთი რამე იცოდეთ რა, ადამიანთან შეუძლებელი ღმერთისგან შესაძლებელი არის. ამიტომ ეს უნდა დავიმახსოვროთ და ეს უნდა ვიცოდეთ კარგად. და კიდე საინტერესო რა არის ეხლა შობის დღესასწაულია, მაგრამ იოანეს შობა ჩვენი დიდი წინასწარმეტყველისა წინამორბედის შობა რა მოამზადა, ხო? გვაჩვენა ბევრი რამ. ესე იგი, აი მის ცხოვრებასთან დაკავშირებით რა ხდება? იცით როგორი ადამიანი გამოვიდა და ყველგან ხადაგებდა სინანულს. რითი უმზადებდა კაცობრიობას გზას სასწრებლისადმი. ყველას მოუწოდებდა სინანული.
ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაში, ხო? ადამიანი როდესაც ცოდავს, ადამიანი შეიქმნა გვირგვინად საერთოდ კაცობრიობა რისთვის შექმნა უფალმა, ხო? ეს იყო გვირგვინი ამ სამყაროსი რა. ყველაფერი გადაეცემოდა მას, ის უნდა ყოფილიყო, უნდა გაეხარებინა ყოველი იმ სეკეთით, რაც ღმერთმა შექმნა და ცოდვით დაცემით დავკარგეთ ის, რისთვისაც მოგვავლინა და კიდე კარგი რომ ღმერთმა თითოეულ ჩვენთაგანში ჩადო რეპროდუქციის უნარი, რომ მერე აი არ გამქრალიყო კაცობრიობა იმ ერთი ცოდვით, რაც დაემართათ დაცემულ ანგელოზებს, ის არ დაგმართლოდა და როგორი იყო ცხოვრებაში, მედიოდა და ამხილებდა. მამხილებელი ადამიანი არავის არ უყვარს და რას ეუბნებოდა ჰეროდეს, ხო? განასწორს არ ეუბნებოდა, შეიძლება და ძმას სული წაართვა, ხო? ძმისშვილთანაც როგორი დამოკიდებულება ჰქონდა და რა შეფირდა, ხო? თავი რატომ მოაჭრეს მერე რა? სიტყვა თქვა, თავი ხინი ჰქონდა, ხინზე მოუწოდა და სიტყვა თქვა ვიღაც დიდებულებთან და კაცის მოკლაზეც უკან არ დაიხია და თავი მოაჭრევინა. ამიტომ ჩვენ რომ რამეს ვიტყვით, ხო? ხშირად ხდება ხოლმე რა, ჩვენს ხშირად გვაქვს შეხება და ხშირად უყურებთ რომ აი მივდივართ ადამიანებს ვესაუბრებით, ან მოდიან ვესაუბრებიან და უფალი გვაჩვენებს ხოლმე რომ გვატყუებენ. მაგრამ იმას არ გვეუბნება რომ გვაჩერებს რა, გვეუბნება რომ არ განვიკითხოთ, მაგრამ ვიცოდეთ გვაფრთხილებს. მერე წინ დაგვხვდება ხოლმე, ეს ყოველივე დაგვხვდება და წინ დაგვხვდება და არც განვიკითხავთ და ჩვენ მადლიერები ვართ უფლის რომ გვიფარავს რა. იმიტომ რომ სხვა ადამიანსაც მოუწოდებს, იმიტომ ადამიანი ცოდვით როცა ეცემა, თუ წამოდგომა არ უნდა, ღმერთთან დაბრუნება არ უნდა, ის კარგავს ღირსებას. ჩვენ ეხლა ხშირად ვამბობთ ხოლმე რა საქართველოში რომ ღირსებისთვის ვიუძვით, რა არის ღირსება? ღირსება არის ისევ დაუბრუნდე ქრისტეს. დავსვარეთ ის ნათელს ლაქებს ვაფრენ ჩვენი ცოდვის ლაქებს. სიცოცხლის მაგივრად სიკვდილს ვირჩევთ, ამ დროს სიცოცხლე გინდა, მაგრამ უზრუნველობის და იმის გამო, ხო? ცოდავთ ხოლმე ზოგჯერ ნებსით, ზოგჯერ უნებლიეთ, ზოგჯერ ვერ შევხვდებით რას ჩავდივართ, მაგრამ მე მიგაყვებებს უფალი და უნდა ხდებოდე ამას და მით უმეტეს ეკლესიაში ყველას მართოს პირველ რიგში. ჩვენ იერარქებს, სასულიერო პირებს და თითოეულ ქრისტიანს მართებს რომ დავინახოთ ყოველი ჩვენი ცოდვა, კონკრეტული ცოდვა რა, შევინანოთ. არ არსებობს ადამიანმა სინანული გამოხატო და ღმერთმა არ გაპატიოს, მაგრამ ადამიანებს არ გვემართება. ღმერთი რომ გაპატიოს, მივივიწყებთ ხოლმე და რას გვეუბნება უფალი, ხო? რას გვასწავლის ჩვენი სარწმუნოება? უფალმა დი მოგვიტევა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ რომ ცოდვილები ვართ რა. კაც როცა გასწავლოთ, ცოდვილი ხარ, სხვაზე უკეთესი თავი არ გონია. ჩვენ ერთსაც რადგან ჩვენ პრეტენზია გვაქვს რომ ქრისტიანი ერის ღვთისმოსავი, ღვთისმოყვარე ერის არა მარტო სახელი ჰქონდეს, არამედ საქმითაც ვემსახურებოდეთ უფალს. გვეუბნება რომ ფრთხილად იყავით თქვენ საზრუნებაში. რაღაც ისეთი არ თქვათ რომ მე თქვენი ამპარტავნების გამო უკან არ დაიხიოთ, ერთმანეთს შეურაცხყოფა აყენოთ და მე დააზიანოთ საკუთარი თავის და არა მარტო საკუთარი თავი, ხო? სხვებს რომ აზიანებთ, მე ცუდი ის არის რა. ქრისტიანობა თითოეული პიროვნებებისადმი არის, ხო? პიროვნებას აცხოვნებს, მაცხოვარი, მაგრამ შენ როდესაც სხვებსაც წარსაწმენდელისკენ წაიყვან, ხო? ეს არის ძალიან ცუდი და ამიტომ უნდა ვეცადოთ ხოლმე რომ ერთმანეთს, ხო? რას არ უნდა იცოდვა შევიყოთ ისეთი რაღაცები არ დავუძახოთ, რომ მე მისასვლელი გზა ერთმანეთთან არ გქონდეს. ჩემს ქვეყანას უსურვებ რომ დამშვიდებული ყავით. შვიდობა ერს როდესაც შეგნით ალალი ურთიერთობები გვაქვს, თუნდაც აი პირში ერთ-ერთზე ეთყვი, თუ არ მოგისმენს ორთან ეთყვი, მე ბოლო-ბოლო მიიყვანს ადმე და
საქმესაც გაარჩევ რა არის ასე რატო იქცევი ან მე რატო ვიქცევი შენს უნდა ხედავდე შენს მინუსს ისაც უნდა ხედავდეს ხო ადამიანები ვართ და უცოდველი არავინ არა ვართ ანგელოზე არავინ არა ვართ და რაც არ უნდა დიდები ვიყოთ ამ ქვეყანაზე ივანე ნათლისმცემლის მაგალითები ჩვენს არავინ არ ახარ რა სანამ ღმერთთან დამიხართ ღმერთი არ დაგიზარდეს მოდი ჩემთან ვინა ხარ რაც არ უნდა დიდი იყო ხლა თქვა რაც არ უნდა დიდი იმპერატორი იყოს იმპერატორობა აცხონებს ადამიანს რაც უფრო დიდ ნათლის დაიწყო სოფლიოში ან შენთან თუ ყველას ხელში დაიჭერა მაგით ხონდები არა რა თქმა უნდა არ უნდა დაივიწყო ღმერთი არ უნდა დაივიწყო და როცა შეგეშლება ჩვენ დიდ მეფე დავით აღმაშენებელს შევხედოთ გალობანი სინამდვილესთან რისთვის დაწერა რა უნდა რომ მაგით დაემახსოვრებინა ჩვენთან არა ღმერთს უთხრა რომ თავის ცხოვრებით ყოველთვის მადლობდა ღმერთთან გამოირჩია ღმერთმა რომ საქართველოს გაეძლიერებინა სოფლიოსთვისაც დიდი რაღაცეები ხო მძიმე რაღაცეები აერიდებინა ევროპასაც 2 საუკუნით გადაიდო შესება ხო ევროპაში მაშინ მაგრამ უფალს უთხრა რომ ისე პატარა ვიყავიო მე კიდამავალე და ისაქმე მივიყვანე ბოლომდე მაგრამ მივიყვანე ბევრი ჩემი შეცდომებითო და არასწორი საქციელებითო რა საბოლოოდ რომ შეხედო რო გაშიფრო მაგია და იმიტომ არის დიდი დავით აღმაშენებელი იმიტომ რომ ბევრი სამწუხაროდ თვითონ იცოდა რომ ბოროტება ჩაიდინა მაგრამ ყოველთვის სინანულში იყო და უბრალოდ ადამიანები ხშირად სწორ გზას ვერ გამოვნახავთ ხოლმე და საქმე ბოლომდე მიყვანა მაინც არ ამართებს ხოლმე იმას მიზანი რა არის რა მიზანი არ ამართებს საშუალებას და ამიტომ დიდი ადამიანი იყო დიდი ქრისტიანი იყო და იმ დიდ საქმეებს ამის მერე გახდა ძალიან დიდი ღმერთთან რა ამის მერე გახდა ისევე როგორც სხვა ჩვენი ბევრი მეფე თუ დედოფალი თუ თითოეული მაცხოვრებელი ადამიანი ჩვენ აბა შეხედეთ რა დღეს რა სიტუაციაში ვართ ხო მადლობა ღმერთს რომ სოფლიო დიდია ხო რაღაც 200 რაღაცა ქვეყანა ვიღაცებთან ურთიერთობებს ვამყარებთ ვიღაცებთან აი ერთმანეთთან კიშკობის გამო დაალაგება შეიძლება ჩვენს გვინდოდეს იმათაც უნდოდეთ მაგრამ შიდა ეს დაპირისპირებულობა ხო არ გვეხმარება მაგაში და ღმერთმა ინებოს რომ ისე ვიყოთ რომ დღეს თუ ჩემი ეპისკოპოსობით ხელ შევუშლი ხო ჩემი ეკლესიის ამერის განვითარებას მერწმუნეთ რომ არ არის ადამიანი უკან არ დავიხიო არ მიდის მაშინ არაფერი რა თუ ჩემი ერის ან ჩემი ეკლესიის ან ადამიანის წინაშე რაღაც სულის გაკეთება თუ მომიწია რა ვერ გავამართებ ჩემ თავს რა ასევე ალბათ თითოეული ადამიანი ფიქრობს და თუ გვინდა საქართველოს ძლიერება ის კი არ უნდა გვიხაროდეს რომ რაღაც ნაწილი ხო შეცდომაშია შემოსტარე არავინ არ არის ჩვენ რასაც უყურებთ ხო ეკლესიური თვალსაჩინო აბსოლუტურად სხვა რაღაცა უბრალოდ ჩვენ პოლიტიკოსები არა ვართ და არ შევდივართ მაგრამ დღევანდამდე როგორც ვიცავთ ხო ჩვენი სიცოცხლით თუ ყველაფრით ქრისტეს სარწმუნოებას როგორც ვიცავთ საქართველოს ისე დაიცავს ჩვენი ეკლესია რა ყოველთვის ამიტომ ვეცადოთ იმას რომ ერთმანეთს გაუფრთხილდეთ რომ ეკლესიაში ისწავლა ქრისტე გვარს ისწავლას ვერ აძალა ვერც გარეთ და ვერ წინ ვის დაგიპირისპირდება დაეცემა ეს და გასწრებს ამიტომ რადგან დღეს ჩვენ ვცდილობთ რომ საქართველოს გამოვიყვანოთ კვლავ ისეთ ასპარეზზე რომ კარგად განვითარებული ქვეყანა ვიყოთ ერთმანეთი გვიყვარდეს ურთიერთობდეთ ერთმანეთს და ღირსეული ადგილი დავიკვირდოთ ამ არეულ სოფლიო თანამეგობრობაში ისეთი რომ ჩვენს ღირსებას ვერ შეეხონ ერთმანეთის ღირსებასაც არ უნდა ვეხებოდეთ დავიმახსოვროთ ეს რა
ღირსება რა არის? როცა შეცოდებ ღმერთთან და კვლავ მოინდომებ ღმერთთან დაბრუნებას, ალალად ეთქო, ღმერთო, შემინდე, მაპატიე, მოპასთან დააშავებ, მაპატიე. ჩვენთან დღევანდამდე რატო ასე რა? 20 რამდენი წელია შეცდომაზე, დანაშაულზე და რომ გავერთიანდეთ რა უნდა, რა სინანული უნდა ნახო, ხო ადამიანმა დაინახო სინანული. სინანულის გარეშე არ გვინახავს რომ ვინ გვასწავლა რომ სინანულის გარეშე სიკეთე მომხდარა. ივანე ნათლისმცემლის გვამხრეს რა, შეინანეთ რამე თუ მოახლოებულს სასუქებელი სათავე. შევეცადოთ რომ ერთმანეთს გაუფრთხილდეთ და ნიჭიერი ვიყოთ რა, ჩვენ ყველასთან შეგვიძლია საუბარის ურთიერთობების და მე მჯერავს რომ რაღაცა საერთო ჩვენში ამ პარტაუნების ნიჭიერი რო ვართ, უწმიდესთან. ეს ნეტარსენებულ პატრიარქ ილიამ მეორეზე ვსაუბრობ. და დღევანდელი ჩვენი პატრიარქის უწმიდესი შიოს და ჩვენი სინოდის წევრების სამღვდელოებას და ერის უდიდესი ნაწილიც იმას ვამბობთ რომ ჩვენი ღირსება ჩვენს ხელშია და აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეთ ყველანი ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდეთ. ჩვენ ერთმანეთის ნაწილები ვართ ეკლესიაში, ხო? ვიღაცა თუ ცუდია, აი თქვა ჩანს პირდაპირ ცუდია, ხო? შენ რომ იმას ჯობი ხარ, არ ნიშნავს რომ რაღაცა ხარ ღმერთთან რა. მაცხოვარი გვამხეს მაგაში რომ დედათა ნაშრომთაგან არავინ იმას დიდი არ შობილა, მაგრამ ყველაზე უმცირესთან რომელიც საშია ღმერთთან არის სასუქებელშია, არავინ არ არის ის. ამიტომ ეს დავიმახსოვროთ. და რას ამბობდა უწმიდესი, რას ვამბობ რომ ხშირად ვამბობთ ხოლმე და საქართველოს ამ დაჭირებაზე. ეკლესია ხშირად ვამბობთ ხოლმე და მერწმუნეთ რომ ჩვენი ლაპარაკი მოწონთ, მაგრამ შესრულება არავის არ უნდა. როცა რაღაც ისეც ეხება ხოლმე რა. ნიჭიერი ერი ვართ, თითოეულ ადამიანს ეხება პოლიტიკოსებზე არ საუბრობ. ქართველები ვართ ძალიან ნიჭიერებიო. და ნიჭიერები როგორთო ერთმანეთის მოსმენა არ გვიყვარსო. ანუ რას ნიშნავს ერთმანეთის მოსმენა არ გვიყვარს? მე რომ რაღაც აზრი ჩამომიყალიბდება, ის არის სიმართლე. იმას აღარ ვუყურებთ ხოლმე რა ვიღაცამ რაღაც გითხრა და მე იმას დაფიქრე რა გითხრა რა. ხო შეიძლება მოაზროვნე არსება ხარ რა. და ყველი საქმეები და აზროვნებით მსგავსი დახატი ხარ ღვთის ხო მე რომ წაყვარ. იმ დღეს, მეორე დღეს, მესამე დღეს მაშინვე არ უპასუხო გამიგე? რომ იმ ადამიანებთან თუ ადამიანთან კვლავ შეგეძლოს რა, არ ჩატარო ხიდი საუბრის. ჩვენ ერთს არ აქვს იმის კუთხვნება, რომ რომელიმე ერთს დაუპირისპირდეთ. გინდა აპრობელი იყოს რა, გინდა რომელიც დაპრობას ცდილობს. ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ვიცხოვროთ ისე რომ ყველასთან გამოვნახოთ ისენა რომელიც ჩვენს ერთს სამშვიდობოს გაიყვანს და ცუდ საქმეებში არავისთან ერთად არ ჩავერთვებით და კარგი საქმეებისთვის მე ყველამ ვიღვაწოთ. მადლობა ღმერთსა დიდება უფალს დღევანდამდე ხა ისე მოვედით რომ გადარეული მსოფლიო შეხედეთ რა. ვისაც ძალა აქვს ხო? აბსოლუტურად ყველა ებრძვის და სიმართლე რა არის, საბოლოო ჯამში დემოკრატია რა არის. ძლიერი რასაც იტყვის რომ ეს არის დემოკრატია და ადრე რა გვეგონა ხო? ადრე სხვა რაღაცა გვეგონა ხო? ჩვენ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. ერთმანეთის შევიყვართ და ყველაფერი ღვთისმშობლად კარგად იქნება. ვერამტერი ვერაფერს ვერ დაგვაქვს რა. ჩვენს თავზე, ჩვენს მეზე დიდი მტერი ადამიანს არასდროს არ ყოლია რა. ჩვენ არ შეიძლება ერთმანეთის მტრები ვიყოთ, საკუთარი თავია შენი მტერი ყველაზე დიდი. ასევე ჩვენი ერის მტერი, ჩვენი საქციელი ერთმანეთს როგორც ვერცევით, ჩვენ თავს როგორც ვერცევით და რადგან ქრისტეს ერი ვართ, გამოსწორდით რა. ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა. ყველას ეყოფა ეს ქვეყანა. სამართავოდაც, ბიზნესისთვისაც, სიყვარულისთვისაც და ყველაფერს აბსოლუტურად. და ბევრ სტუმარსაც მივიდეთ სიხარულით და ჩვენს ბევრგან
ბევრს ვასწავლით კარგ რაღაცებს, ბევრს. უდიდესი კულტურის ერი ვართ, დაპრობილებები თავით და მონები არასდროს არ ყოფილვართ და არც გავხდით მონები და კარგს სხვების განსწავლოთ, მაგრამ ბევრი კარგი ჩვენგანაც მიაქვს და მზად ვართ, რომ სხვებსაც დავეხმაროთ წინსვლაში, ადამიანობაში. ჩვენ ის ერი ვართ, რომ თვითკრიტიკა გვაქვს და გამოცდილებას ვცდილობთ, გამოსწორებას. მერთმა დაგვიწოს თითეული ჩვენთაგანი დღევანდელ დღესასწაულს ულოცავ ჩვენს უწმიდეს შიოს ბესენახში წირავს იკარიან მეუფეების ყველას ულოცავ ჩვენს ქართულ ეკლესიას, ჩვენს მთავრობას და მხედრობას, ჩვენს სახელმწიფოს თითოეულ მაცხოვრებელს, დღეს როგორ აზრზეა და როგორ არა, მიუხედავად ამისა, ყველა დაულოცოთ და ღმერთმა ყველა სულიწმიდის მადლით აღავსოს. ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა, თუ გაუბრაზდებით ერთმანეთს, ერთმანეთის მოსმენა ვისწავლოთ. მოსმენები კი არა, მოსმენა ვისწავლოთ, რა? მოსმენები არ გვაქვს ახლა არასდროს. გაიხარით აბა. და განათლებული ერი უნდა გავხდეთ რა, ნათელი ქრისტეს და ცოდნას ეხლა წიგნობრივები კი არ უნდა ვიყოთ, განათლებულები უნდა ვიყოთ და განათლების არ უნდა გვეშინოდეს. არ უნდა გვეშინოდეს. თითოეულს რაც საუკეთესო აქვს, იმათგან უნდა ავიღოთ რა, მიცოდეთ. სხვა შიშები, ჩვენ შიშრები არა ვართ, შიშრები გვერდზე გადაეცემენ. თუ არა მოგვიწევს გადაცემა. აი ხარეთ ყველა. ხუდი სადა ის გაუმჯიმდება მაგ სათვალეთ რომ იცი მან მაგიტო გამოვარდი რა თავიდან მაგას ხონდა განმოსე